მინდა წარმოგიდგინოთ ექსპერიმენტი, რომელსაც დავარქვით ქიმია ერთ ამოსუნთქვაში. შეიძლება გაგიკვირდეთ თუ რატო ქვია ეს სახელი, მაგრამ როდესაც ჩვენ ამ ექსპერიმენტს ჩავატარებთ, თქვენ დარწმუნდებით, რომ სწორად შერჩეული სახელწოდება ამ ექსპერიმენტისათვის. იმისათვის, რომ ეს ექსპერიმენტი განვახორციელოთ, ამისთვის დაგვჭირდება წყალი, კალციუმის ოქსიდი, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ კალციუმის ტუტე, ფენოფთალეინი, კონუსური კოლბა და საწრუპი მილი. პირველ რიგში უნდა ავიღოთ წყალი და კონუსური კოლბა, მაგალითად ამ შემთხვევაში მოგვს 100 მილilitrიანი, შევავსოთ 40 მილilitrამდე. შემდეგ მას დავუმატოთ კალციუმის ოქსიდი. თქვენ შეგიძლიათ დავუმატოთ კალციუმის ტუტე. ყოველ შემთხვევაში შედეგი ერთი და იგივე იქნება. კალციუმის ოქსიდი იხსნება წყალში და მიიღება კალციუმის ტუტე, ისედაც. თუმცა თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ კალციუმის ტუტე გამოიყენოთ. კარგად ხსნით. როგორც ხედავთ, წყალი ცოტა ხსნარი, უბრალოდ ცოტა შემგორეულია, ამისათვის უფრო უკეთესი არის, რომ კალციუმის ტუტე გამოიყენოთ, მაგრამ ჩვენ ესეც გამოგვადგება. შემდეგ ამას ვუმატებთ ფენოფთალეინის ხსნარს. და როგორც ხედავთ, ჩვენი ხსნარი ჟოლოსფერ შეფერილობაში გადავიდა. ეს იმიტომ, რომ ტუტე რეაქცია ფენოფთალეინის ხსნარზე იზრავს აი ასეთ შეფერილობას. აი ესეთი შეფერილობის ხსნარი, ულამაზესი. შემდეგ მოვათავსებთ საწრუპ მილს და უნდა ჩაუბეროთ შიგნით. მანამ სანამ არ გავაუფერულებთ. როგორც ხედავთ, ბევრი კალციუმის ოქსიდი ჩავყარე. ნელ-ნელა უფერულდება, აშკარად ფერი უფრო ღია გახდა. კიდევ უფრო გაღიავდა, მაგრამ ჩვენი შედეგი მაშინ იქნება წარმატებული, უბრალოდ შედეგად ჩაითვლება მაშინ, როდესაც სრულად გაუფერულდება. ეს უკეთესია. როგორც იცით, ჩვენს ამოსუნთქულ ჰაერში არის ნახშირორჟანგი CO2, რომელიც კალციუმის ოქსიდთან შედარებით არის მჟავა ოქსიდი, კალციუმის ოქსიდი ფუძე ოქსიდია. კალციუმის ოქსიდი, როდესაც იხსნება წყალში, წარმოქმნის კალციუმის ტუტეს და ის ტუტე თავისთავად მოქმედებს ფენოფთალეინზე და ხდება ხსნარი ჟოლოსფერი, მაგრამ როგორც როცა მე CO2-ს მასში ვტენი, ასე რომ ვთქვათ, ჩემი ფილტრებიდან ამოღებულს, მაშინ კალციუმის ტუტე შედის რეაქციაში ამ CO2-თან, წარმოქმნის კალციუმის კარბონატს, რომელიც როგორც ხედავთ, ფენოფთალეინზე არ იძლევა რეაქციას, შესაბამისად ხსნარი არის უფერული. მადლობა ყურადღებისთვის.